კანცელარიაში ქართული ფეხბურთის განვითარების პროექტზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც იმსჯელეს თუ რამდენ გუნდიანი უნდა იყოს მომავალი ეროვნული ჩემპიონატი. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას განცხადებით, გუნდების რაოდენობის გაზრდას 33 გუნდი ემხრობა. მოწინააღმდეგე კი ზესტაფონი, დინამო, საბურთალო და სპორტის სამინისტროა. შეგახსენებთ, კვირის ბოლომდე ფეხბურთის ფედერაციამ მომავალი სეზონის რეგლამენტი უნდა დაამტკიცოს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსების საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია, უცნობია როგორ განვითარდება მოვლენები. შედგა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, სადაც სამინისტრომ წარუდგინა თავისი დიდი პროგრამა, განვითარების პროგრამა 5 წლიანი, იყო ამაზე ლაპარაკი და ამის განხილვა. კიდევ არ არის კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული, იმიტომ რომ ჩამოსახელებელია ფედერაცია ჩემპიონატის ფორმატზე გადამწყვეტი იქნება ამ გადაწყვეტილების მიხედვით. შევჯერდით საკითხზე, რომ 1 ივლისს კომისიის წევრები კიდევ ერთხელ შევიკრიბებთ და საბოლოო ვერსია ფეხბურთის განვითარების პროექტისა იქნება დადებული და მიღებული.